გამარჯობა. დღეს ვისაუბროთ ადამიანის ენერგეტიკულ ველზე და ემოციურ საზღვრებში. საზღვრებზე რა კვეთაა ამ ორს შორის და ზოგადად რა არის ეს ორი ფენომენია ენერგეტიკული ველი და ადამიანის ემოციური საზღვრები და მე ასევე თქვენ გასწავლით სავარჯიშოებს თუ როგორ უნდა აიმაღლოთ ენერგეტიკული ველი გააძლიეროთ და აწიოთ ენერგიები და გამოხვიდეთ დაბალი ემოციური ვიბრაციებისგან. მადლობა ყველას წინასწარ ვინც მისმენთ და იმისთვის რომ მოხდეს ენერგოცვლილება გააზიარეთ ჩემი ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. ოკეი, მაშ დავიწყოთ. რა ურთიერთდამაკავშირებელია ენერგეტიკული ველებსა და ემოციურ საზღვრებს შორის? და ხშირად პირდაპირი კვეთა და პირდაპირი კავშირი აქვს ამ ორ რაღაცას. განსაკუთრებით ეს ფსიქოლოგიაში, სულიერ პრაქტიკაში და ენერგეტიკულ თერაპიებში თუ კი ხართ, აუცილებელი ესეთი კვეთა აფეთქებები ხდება სწორედ მაშინ. მოკლედ რომ თქვათ, ენერგეტიკული ველი არის ის უხილავი სივრცე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობს. ბევრი სისტემა ამას სხვადასხვაგვარად აღწერს, მაგალითად აურა, ბიოველი, ან პირადი ენერგია. ჩვენი ენერგეტიკული ველი შეიძლება რომ შეიცვალოს ჩვენს ემოციებზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და გარეშე ზემოქმედებებზე დამოკიდებულებით. რაც შეეხება ემოციური საზღვრები, არის ის ფსიქოლოგიური ხაზები, რომლებიც გვიცავენ სხვა ადამიანების ემოციებისგან, საზღვრები, პირადი საზღვრები. კიდე შეგვიძლია ესე დავარქვათ, მოთხოვნებისგან ან მავნე გავლენისგან. როცა ემოციური საზღვრები ძლიერია, ჩვენ ვიცით, სად მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა და იწყება სხვისი. და ეხლა გაგიჩნდებათ კითხვა, ამ ორ შორის რა კავშირია? თუ ჩვენი ენერგეტიკული ველი არის სუსტი ან დარღვეული, ემოციური საზღვრების დაცვა გვიჭირს. მაგალითად, შეიძლება ადვილად ვიგრძნოთ სხვისი მტკივნეული ემოციები, ავიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა ან დავკარგოთ თავი ურთიერთობაში, ნებისმიერში. და პირიქით, ძლიერი ემოციური საზღვრები ხელს უწყობს ენერგეტიკული ველის გაწონასწორებას და დაცვას. ანუ ვინც მე მისმენთ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ შინაგანი ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკული ველის დაცულობასთან და სიმყარესთან. პრაქტიკაში ამის განვითარება შეიძლება სხვადასხვა მეთოდით. პირველი ეს არის ცნობიერების გაზრდა, განვითარება, ვიზუალიზაციის პრაქტიკები, ვიზუალიზაციით საკუთარი ენერგეტიკული ველის გაძლიერება, ფსიქოლოგიური მუშაობა პიროვნულ საზღვრებზე, საკუთარი პირადი საზღვრების დაცვაზე, სუნდქვითი ვარჯიშები და სხეულის გააქტიურება და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ფიზიკური თუნდაც სეირნობა, ამაზე მე ქვემოთ კიდევ ვისაუბრებ და კონკრეტულ ტექნიკებს მოგცემთ და დაცვითი რიტუალები, ეზოთერიკული. ყველა ცოცხალ არსებას აქვს ენერგია. ეს ჩვენ ვიცით, ყველა ცოცხალ არსებას, რომელიც სცილდება ფიზიკურ სხეულს, ჩვენს ფიზიკურ სხეულს და ქმნის მის ირგვლივ სივრცეს, ესეთ კოკან, ესე ქვია, დაცვითი სივრცე, კოკანი. ხშირად ამ აურას, ბიოენერგეტიკულ ველს, ამ კოკანს, ან სუბტილურ სხეულს უწოდებენ და ასეთი სხეული ადამიანებს აქვს ბევრი. ეხლა ჩამოვთვლი მათგან რამდენიმეს. და ეს შედგება ესეთი სხვადასხვა ფენებისგან. პირველი და მთავარი არის ჩვენი ფიზიკური სხეული, ფსიქოფიზიოლოგიური პროცესები, რაც ხდება ესეთ უჯრედულ დონეზე, პირველი სხეული არის ეს. შემდეგ მოდის ემოციური ველი, გრძნობების გამოხატვა, ემოციური სხეული, მერე მოდის მენტალური აზრები, იდეები, მერე მოდის სულიერი ველი,
ღრმა შინაგანი არსება, ცნობიერება, სულიერება, რასაც ქვია. ენერგეტიკული ველი ცოცხალია და ის რეაგირებს ემოციებზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, დაღლილობა, უენერგიობა და ასე შემდეგ და გარემოზე, სივრცე ადამიანები და ბუნებრივი გარემო. როცა ველი ძლიერია, აუცილებლად თავს გრძნობთ დაცულად, მყარად და ცოცხლად. მაგრამ როდესაც ენერგეტიკული ველი დასუსტებულია, ამ დროს ხდება ესეთი გამოვლინება, არის ესეთი, რომ ადამიანი არის დაბნეული, მუდმივად დაღლილ მდგომარეობაში, იღლებით ადვილად, ვიღებთ სხვის ნეგატიურ განცდებს, კარგავთ საკუთარ ძალას. ენერგეტიკული ველის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ემოციებმა, როგორც არის შიში, სირცხვილი, ბრაზი და ასე შემდეგ. ტრამვებმა, ტოქსიკურმა გარემომ, თქვენს გარშემო, ენერგიის გაწევა სხვა ადამიანებისგან, როგორიც არის ენერგოვამპირები. როგორ უნდა დავიცვათ ემოციური საზღვრები? რა არის ემოციური საზღვრები? არის შინაგანი მექანიზმი, ემოციური საზღვრები, რომლებიც გვეხმარება გავარჩიოთ საკუთარი ემოციები სხვისგან. აუცილებელი პირობაა, რომ უნდა ვისწავლოთ ეს, რომ გავარჩიოთ საკუთარი ემოციები სხვისი ემოციებისგან. დავიცვათ ჩვენი დრო, ენერგია და სივრცე. ვთქვათ არა აუცილებლობის შემთხვევაში. ვიმოქმედოთ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად. საზღვრები, რა არის ეს საზღვრები და ისინი გვიჩვენებენ, სად მთავრდება პირადი საზღვრები, სად მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობა და იწყება სხვისი. სად ვიბრძვი ჩემი სიმართლისთვის და სად ვხსნი კარს ურთიერთობაში, ანუ სხვისთვის. ძლიერი ემოციური საზღვრების დამახასიათებელია საკუთარი ემოციების გაცნობიერება, სხვისი ემოციებზე ზედმეტად პასუხისმგებლობის აღებისგან თავის შეკავება, ცოდნა რომ სხვისი განცდები მათი პასუხისმგებლობაა და არა ჩემი და არა თქვენი, ხოლო სუსტი საზღვრების ნიშანი, პირადი საზღვრების ნიშანია. ეს არის სხვისი განწყობის მიხედვით ცვლილებების შენს განწყობასა და ქცევებში. ანუ, როდესაც დამოკიდებული ხარ, ის იმას ნიშნავს, დამოკიდებული ხარ სხვის განწყობაზე და ქმედებებზე, მუდმივი კეთილი ბიჭის ან კეთილი გოგოს როლი, დანაშაულის განცდა არას თქმისას, როდესაც ამბობ არას და შემდეგ ხარ თვითგომაში, რომ რატო ვთქვი არა და სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება. ეს ამაზე მე მუდმივად ვსაუბრობ ჩემ ლაივებში, ფაქტიურად ყოველ დღე. ურთიერთკავშირი, რა ურთიერთკავშირია, ამაზე კიდე ერთხელ რო ავხსნათ. ენერგეტიკული ველი და ემოციური საზღვრები სინამდვილეში არის ერთი სისტემის ორი მხარე, ერთი მედალის ორი მხარე. ძლიერი ემოციული საზღვრები ამაგრებს ენერგეტიკულ ველს. შენ ნაკლებად ხარ ქარიშხალში სხვისი ემოციების. ხოლო ძლიერი ენერგეტიკული ველი ხელს უწყობს საზღვრების დაცვას. სხვისი გავლენა შენში არ აღწევს ესე ღრმად. ანუ, როდესაც ენერგეტიკული ველი არის ძლიერი, ის ახდენს რა ნეგატიური ინფორმაციაც არ უნდა ენერგეტიკულად წამოვიდეს თქვენსგან, როდესაც არის ძლიერი ენერგეტიკული ველი, ის ახდენს რეკავშირებას და იცილებს თავიდან ამ ყველაფერს. სამუშაო ორივეზე ერთად სამუშაო აძლიერებს შინაგან თავისუფლებას, ჩვენსას ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს და უფრო ესეთი თავდაჯერებულობას წევს კიდე მაღლა. ენერგეტიკული ველის გასაძლიერებელი სავარჯიშოები, როგორც გითხარით, ეხლა მე თქვენ გინამბობთ სავარჯიშოებს. ენერგეტიკული კარკასის აქტივაცია. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ პირადი სივრცე და ენერგიის გაძლიერება და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. უნდა დადგეთ და ფეხები მიწაზე მყარად
ოდნავ გაშლილად უნდა გქონდეთ. შეგიძლიათ თუ კი მიწაზე ვერ დადგებით, სასურველია ფეხშველი, მაგრამ თუ მიწაზე ვერ დადგებით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სახლში ოღონდ ფეხშველი იატაკზე. რო დგეხართ მიწაზე, ანუ ვიზუალიზაცია გააკეთოთ. დგეხართ მიწაზე, იქვე თქვენი სახლის მიწაზე ქვემოთ. დახუჭეთ თვალები და ღრმად უნდა შეისუნთქოთ და ამოისუნთქოთ. წარმოიდგინეთ, როგორ ამოდის შენი სხეულიდან სინათლის სხივი და ქმნის შენს ირგვლივ დაახლოებით 50 სანტიმეტრამდე ესეთი ბუშტის მრგვალ ენერგეტიკულ სფეროს. ფოკუსირდით იმაზე, რომ ეს სფერო მყარია, ანუ თქვენ თვითონ გაამყარეთ, ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ ამის გასამყარებლად მზის ენერგია, რომ ის მყარია, ელასტიკურია და იცავს შენს შინაგან ენერგიას, კარგად იცავს. რატო უნდა ფოკუსირდეთ იმაზე, რომ ელასტიკურია? იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ მოძრაობა. არ შეგზღუდოთ, არ იგრძნოთ თითქოს რომ იხჩობით ამ ბუშტის შიგნით. ამიტომ უნდა იყოს ელასტიური. და შემდეგ ამას ყველაფერს რო დააფიქსირებთ, ვიზუალიზაციას გააკეთეთ, შეგიძლიათ თქვა ხმამაღლა ან ფიქრში ესეთი მყარად. ამას ყველაფერს ოდესაც დაამთავრებთ. ჩემი ენერგეტიკული სივრცე წმინდაა და დაცულია. მხოლოდ სიყვარული და სინათლე შემოდის აქ. და ესეთ მდგომარეობაში გაჩერდით 2-5 წუთი. და შემდეგ გააკეთეთ უკვე რაც გინდათ. გააკეთეთ შემდეგ რაც გინდათ და ეს ძალიან სასურველია თუ გააკეთებთ დილით, იმიტომ რომ დაცული იქნებით მთელი დღის განმავლობაში. მეორე ვარიანტი არის დამიწება, გრუნტირება ქვია, ესე დამიწება, რასაც ქვია და აქაც ფეხი უნდა დადგეთ მიწაზე, წარმოიდგინოთ, ან ესე დადგეთ მიწაზე და წარმოიდგინოთ, რომ ფესვები გადის მიწაში. გადის პირდაპირ დედამიწის გულში. და ყოველი ჩასუნთქვით ენერგია ამოაქვს დედამიწას შენ სხეულში და გაძლიერებს და ასუფთავებს მას. და ესეც ასევე არის სიძლიერეს მოგცემთ ენერგეტიკულად და ფსიქოლოგიურად. ეს იყო ენერგეტიკული. ეხლა გადავიდეთ ემოციური საზღვრების გამამაგრებელ სავარჯიშოებზე. პირველი აუცილებლად რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აკონტროლოთ რა არის ჩემი და რა არის სხვის. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ ემოციური გაცდების დიფერენცირებაში. როდესაც რაღაცას განიცდი ურთიერთობაში ნებისმიერში, ჰკითხეთ საკუთარ თავს. ეს განცდა ნამდვილად ჩემია თუ სხვის? არ აქვს მნიშვნელობა ის სხვა ვინ არის. არ არის აუცილებელი ის სხვა იყოს თქვენ წინ მდგარი ადამიანზე, რომელზედაც განიცდით. არ არის ეს აუცილებელი. აქ სხვა იგულისხმება ნებისმიერი ვიღაც. მაგრამ რაც მთავარია, უნდა გააკეთოთ ესეთი რაღაცა, დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს. ნებისმიერი უფრო ესეთი ნეგატიური ემოციების დროს. ეს განცდა ნამდვილად ჩემია თუ სხვის? შემდეგი მეორე, ყბადაღებულია და ყველა ელექტროტექნიკიდან ისმის საკუთარი საზღვრების დაცვა. რომ უნდა დაიცვათ საკუთარი საზღვრები, უნდა თქვათ არა. და ეს არა უნდა თქვათ ყოველდღიურობაში. ყოველ დღე უნდა იპოვოთ ერთი პატარა სიტუაცია, სადაც შეგიძლიათ ბუნებრივად თქვათ არა. პატივისცემით და ღრმად, შინაგანი ესეთი მონდომებით და ძალით. აი მაგალითად მადლობა, მაგრამ ეხლა არ მჭირდება. არ შემიძლია ამაზე დრო დავხარჯო. ბუნებრივად უნდა იყოს ეს ყველაფერი და არ უნდა იყოს დაძალებითი, საკუთარ თავზე დაძალებითი.
პირველ რიგში დაიწყეთ აუცილებლად უმნიშვნელო სიტუაციებიდან, რაც გონიათ რომ უმნიშვნელოა, იმისთვის რომ მიეჩვიოთ და ისწავლოთ და რაღაც დროის შემდეგ უკვე თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ამით რაღაც სერიოზულ და კარგ გადაწყვეტილებებში გადავიდა ეს უკვე ყველაფერი. და რაც მთავარია, ერთი პატარა შენიშვნა. ეს სავარჯიშოები, ორივე ტიპის სავარჯიშოები მუშაობს სისტემატურად. ანუ ჭირდება დისციპლინა და სისტემატურობა. თუ ყოველდღე 5-10 წუთი დაუთმობთ ამას თქვენ მერწმუნეთ 2-3 კვირაში უკვე იგრძნობთ განსხვავებას ენერგიაში და ემოციებიც დაგიბალანსდებათ ნებისმიერ ურთიერთობაში. ასე რომ იმუშავეთ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ჯადოქრები, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაწეროს ნებისმიერი ისტორია და შექმნას საკუთარი ბედი, ამიტომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს და თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენი პრობლემები. მადლობა.